ჯორჯია ოკიფი იყო ამერიკელი მხატვარი, რომლის შემოქმედება მთელი მსოფლიოში აღიარეს როგორც მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ბუნების დაკვირვებას. ჯორჯიასთვის ბუნება არ იყო უბრალოდ გარემო, ის იყო შთაგონების, ემოციისა და სილამაზის წყარო. მისი ტილოების მთავარ თემას წარმოადგენენ ყვავილები, რომელთა ყოველი დეტალი დიდ ზომაშია ნაჩვენები. ფურცლები, ყვავილის გული, ფერი და სინათლე თითქოს მაყურებელთან ახლოს არის და აცოცხლებს ბუნებას ჩვენს თვალწინ. თითოეული ნახატი სუნთქავს, ტკბილობს და მაყურებელს ახალ შეგრძნებებს აძლევს. ბუნება მისთვის ფართო სივრცეებს, უდაბნოს პეიზაჟებს, წითელ კლდეებს, ღრმა კანიონებსა და უსასრულო ჰორიზონტებს მოიცავს. მისი ტილოები გვიჩვენებს, როგორი ძალა და სიმშვიდე შეიძლება ჰქონდეს სამყაროს. საოცრად მკვეთრი ფერები და ფორმები მაყურებელს უხსნიან ბუნების სიდიადეს, ჰარმონიას და სიმშვიდეს. ჯორჯიას შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცის გამოსახულებებს და ღრუბლებსაც. ცაში მსუბუქად მიმავალი ღრუბლები და უსასრულო ჰორიზონტი მაყურებელს თავისუფლების განცდას უჩენს, თითქოს თვითონ ცაშია და თვალს ადევნებს ბუნების მოძრაობას. მისი ნახატები გვასწავლიან, რომ ბუნება შეიძლება იყოს არა მხოლოდ გარემო, არამედ შინაგანი ემოციების, შთაგონებისა და სიმშვიდის გამოხატულება. ჯორჯია ოკიფის ხელოვნება არის ბუნების ზეიმი, სიცოცხლისა და თავისუფლების აღქმა. მისი ტილოები გვთავაზობენ სილამაზის, სიმშვიდის და დიდების ახალ ხედვას, რომელიც დღემდე შთაგონებას აძლევს მსოფლიოს ადამიანებს. ჯორჯია ოკიფის ხელოვნება გვასწავლის, რომ სილამაზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. თითოეული ტილო გვაგრძნობინებს, რომ ბუნების ხედვა შეიძლება სრულიად ახალი, ღრმა და პოეტური იყოს.